უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართული დემოკრატია დგას კონსტიტუციურ ფორმატში მიმდინარე უწყვეტ სახალხო პროტესტსა და იმ ადამიანების საბრძოლო განწყობაზე, რომლებიც ციხეებში არიან, რომ არა მათი ეს თავდაუზოგავი ბრძოლა ეს არ მოხდებოდა. აცხადებს სპექტრთან კომუნიკაციისას პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ბრძოლა, რომლის ეპიცენტრი ახლა რუსთაველის გამზირია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ივანიშვილს მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. დღეს ქართული დემოკრატია დგას ძირითადად ორ რამეზე. ეს არის ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდება უკვე ორ თვეზე მეტია და იმ ადამიანების ძალისხმევა, რომლებიც ახლა არიან ივანიშვილის პირადი ტყვეები, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები. ჩემი თანადგომა მათ რომ არა მათი ეს შეუპოვარი ბრძოლა და ის პოლიტიკური სუბიექტები ჩვენთან ერთად ის ქართველი ხალხი რომელიც არა მარტო რუსთაველზე მთლიან საქართველოს მასშტაბით დგანან და პროტესტებდნენ ივანიშვილის მიერ არჩევნების მოპარვას აი ეს გადაწყვეტილებები რომელიც არჩევნების დონეზე მიიღება მაგალითად ჩვენ ამერიკელი პარტნიორების მიერ ევროპელი პარტნიორების მიერ ეს არ მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ასე რომ ქართული დემოკრატია დგას როგორც უკვე ხაზი გაუსვი ამ კონსტიტუციურ ფარგლებში მშვიდობიან პროტესტზე და იმ ადამიანებზე რომლებიც დღემდე შიმშილობენ და არ ემორჩილებიან რეჟიმს. ასე რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, რასაც ქვია ჩვენი მთავარი მოთხოვნის შესრულება გულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს ახალი არჩევნების დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ, ხას უსვამს ბიძინა ივანიშვილის მიერ, იმიტომ რომ ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას როგორც ავტოკრატი და ავტოკრატიის დამყარებელი ამ ქვეყანაში და დაუყოვნებლივ ყველა მისი პირადი ტყვეების პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ასე რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება, დასანქცირებად გაგრძელდება, რაც აიძულებს მას, რომ კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს დაინიშნოს ახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გიორგი ახარია დღეს მიემგზავრება მიუნხენში. ეს არის ძალიან ცნობილი ფორმატი, ძალიან ცნობილი კონფერენცია, ყოველწლიური, სადაც მიწვეულია მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი და ის გამართავს შეხვედრებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო აქვეყნებს განცხადებას, სადაც ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას. ამასთან ბიურო ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. განცხადების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს. ეს განცხადება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში. განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზესტაფონის საკრებულოში დავით მიქაბერიძემ. მისი თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნა ყოველად მიუღებელია, რადგან მმართველ გუნდსა და მის პოლიტიკას მხარი ქვეყნის 1.200.000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებას ის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას უწოდებს. საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ემსახურება იმას, რომ ის ხელისუფალი, რომელიც მათთვის არის მისაღები და აქტუალური, ასე ვთქვათ, მოვიდეს საქართველოს, ასე ვთქვათ, სათავეში. ეს არის ყოველდღე გამორიცხული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უპირველესად გამოვდივართ საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, აზრისგან და მთავარი ლეგიტიმაციის მიცემი არის საზოგადოება და ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, დაგვიჭირა მხარი არის 1.250.000 ადამიანი. იქიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ევროპული საბჭოს წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, ეს იმას, ასე ვთქვათ, იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ის განცხადებები კიდევ იმასთან დაკავშირებით, ასობლიაში ჩვენი ოფნაში ხარ დაუჭირეს და მე რაღაც ათქმებით დაიწყო საუბრები
რომ თითქოს და აპრილში ჩავნიშნავდით არჩევნებს არის ასე ვთქვათ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ჩვენი ასე ვთქვათ განსახილველი. ცნობისთვის ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ახალ ეროვნულ არჩევნებს გზა გაუხსნას. ამასთან პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე უნდა გადაიდოს ადგილობრივი არჩევნებიც, რადგან არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტები გელა მთივლიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე და ეკა კუხალაშვილი, ფსიქოლოგები ქეთევან ფილაური და მაია ცირამოა, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე, 9 პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნოდა ადმინისტრაციული სახდელის სახით თითოეულ მათგანს 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესზე 9 პირის სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები. სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ მათი კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლიდან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და მას სოლიდარობას უცხადებდნენ. საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევათა კოდექსის 174 პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა. ყველაზე მთავარს თავისუფლებას, ყველაზე მთავარ სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგზნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. ალბათ მადლობა გვეთქმის, იმიტომ რომ ჯარიმა არ იყო, ჯარიმა გამოიყენეს და არ გამოიყენეს 60 დღე ჩვენს მიმართ, თუმცა ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული ქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღს აშენებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ ფუთში, ძირულაში, ალავერცსა და ცხენთაროში შენდება. ბაღის მშენებლობის სამუშაოები სოფელ ფუთში ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ხამაშიძესთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, სათამაშო და საძინებელი ოთახები. ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელების საკუთარ დასახლებებში, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში მიიღებენ. ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ხელმძღვანელი პირები. ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის ამავდროულად საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ, ამოვედით სოფელ ფუთში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის ყველაზე მსხვილი გახლავთ ფუთის საბავშვო ბაღის მშენებლობა. წინ არის წაწეული საქმე, წინა შემოვლასთან შედარებით უკვე სიმკარული გადახურვა გაკეთდა და მშენებლებს მიეცემათ საშუალება, რომ უფრო დაჩქარებული ტემპით იმუშაონ. ამავდროულად არის მოსაცდელი საგზაო ინფრასტრუქტურაზე ეხლაც მუშაობენ, ჩალაგება ხდება წყლის კიუვეტების და ასე რომ სოფელში შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ეს სამუშაოები ამ წუთში ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს. ამის პარალელურად რამდენიმე სოფელში არის ბაღების მშენებლობა მოგეხსენებათ, სულ 4 ბაღი შენდება და ამავდროულად აბსოლუტურად განახლებული ინტერიერით ქალაქის მეხუთე საბავშვო ბაღი ჩაგვარდება. შენებლობას ვერ დავარქმევთ, თუმცა იმ დონეზე კეთდება ყველაფერი, რომ ფაქტიურად უტოლდება ახალ მშენებლობას. ასე რომ თავარი ახლა ის არის, რომ ნამატი გვყავდეს და ბავშვები
რაც ერთსაც ჭირდება და საბავშვო ბაღებსაც. ყოფებით სოფელ ფუჩი, სადაც მიმდინარეობს გვიანდელი აღზრდის დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, ანუ ახალი შენდება, ასევე მიმდინარეობს 4 ლოკაციაზე ახალი ბაღის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პატარებს ჭირდებათ ხელი შეწყობა, გვერდში დგომა და ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ვცდილობთ მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნათ ბავშვებს და კარგ გარემოში მოუწიოთ ხალხს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება. ტარიფები გადასახადებია, ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს, აცხადებს ლაიენი. მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ყველა ქვეყანას ეხება და ძალაში 12 მარტს შევა.